რა მოხდება თუ ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას არ უყურებთ. პირველი, ცხოვრების ხარისხის გაუარესება. ასეთი ადამიანი როგორც წესი მუდმივ დაძაბულობაშია. ბევრს ღელავს და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად იცემა. დამღლელი აგვიადებული ფიქრები და ქმედებები თითქოს ფიტავს ადამიანს. აღარ რჩება რესურსი საყვარელი საქმესთვის, სამუშაოსთვის, ოჯახისთვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებისთვის. მეორე, სოციალური იზოლაცია ან სოციალური დეპრივაცია. ადამიანი ერიდება ხალხში გასვლას, რადგან ეშინია, რომ თავისი აკვეთებული ქცევის გამო თავს შეირცხვეს. ასევე ეშინია, რომ საზოგადოებაში ყოფნისას დაძაბულობა და შფოთვა ძალიან მოიმატებს. ამიტომ ხშირად ურჩევნია მარტო დარჩეს, ვიდრე ადამიანებში გავიდეს. თუმცა როგორც ვიცით, სოციალური იზოლაცია ამცირებს ცხოვრების ხანგრძლივობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრებისგან მიღებულ სიამოვნებას. გარდა ამისა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ასუსტებს ფსიქიკურ მდგრადობას. ფსიქიკა უფრო მოწყვლადი ხდება სხვა ფსიქიკური აშლილობების მიმართ. ოკა ასევე ხელს უშლის კარიერულ წინსვლას, აზიანებს ურთიერთობებს და ხშირად აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. თუ ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები სხვა ტიპის აკვიატებულ მოქმედებაში ვლინდება, მათი გადაჭარბება შეიძლება დამატებით ნეგატიურ შედეგებამდეც მივიდეს. თქვენ შეიძლება უკვე გითხრეს კიდევაც, რომ თითქოს ეს პრობლემა არ იკვლევება, მაგრამ ეს არ არის მართალი. მაგალითი, მე თვითონ გახლავართ, რომელიც 10 წელი ამ პრობლემით ვიდანჯებოდი. ხოლო უკვე მრავალი წელია მისი არანაირი სიმპტომი აღარ არის დარჩენილი. მე ვარ თემონე მსიწვერიძე, ჰიპნოთერაპევტი და მაქვს თქვენთვის ძალიან კარგი ინფორმაცია. მე შემიძლია თქვენი დახმარება, რათა გათავისუფლდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რასაც ქვია ობსესიური ფიქრები, შფოთვა და რიტუალები. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, რომელიც არის სრულიად უფასოდ, სადაც გაგესაუბრებით, დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს, თუ რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და რა იქნება შემდეგში. მომწერე პირადში ან დატოვე კომენტარში სიტყვა კონსულტაცია და შეგიხმიანებ.